სიონი ერთ-ერთი მართლმადიდებლური ტაძარია საქართველოში. იგი თბილისის შუაგულში მდებარეობს. არქიტექტურულად ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპის შენობაა. მისი დაარსების ისტორია უკავშირდება ლეგენდარულ მეფეს ვახტანგ გორგასალს, რომელიც მე-5 საუკუნეში მოღვაწეობდა. სიონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაკავშირებული არის ვახტანგ გორგასლის მე-5 საუკუნის ქართველთა მეფის მიერ და რომელიც გასრულდა შემდგომ ადარნასე მეფის დროს. სიონის საკათედრო ტაძარში დავანებული არის უამრავი სიწმინდე. ვიცით რომ წმინდა ნინოს ჯვარი არის დავანებული, რომელზედაც მისი თმა არის დღესაც დაცული, აგრეთვე წმინდა მოციქული თომას თავის ქალა გახლავთ დაცული და უამრავი სიწმინდე. სიონი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ტაძრის ისტორიაში ასახულია ჩვენი ქვეყნის მძიმე წარსული. ტაძარი არაერთხელ დაინგრა და აღდგა. საუკუნეების მანძილზე მრავალჯერ იქნა ოხრებული, ისეთი სასტიკი დამპყრობლების მიერ, როგორებიც იყვნენ ჯალალედინი, თემურლენგი და აღა მაჰმად-ხანი. თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში უამრავი სიწმინდე ინახება. აქ არის ჯვარი ვაზისა, რომელიც ღვთისმშობელმა გადასცა ქართველთა განმანათლებელს წმინდა ნინოს. აქვე ასვენია წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა. ტაძარში ტრაპეზის ქვეშ მე-6 საუკუნეში მოწამეობრივად აღსრულებული წმინდა ევსტათი მცხეთელის ნაწილებია. ამ ტაძარში განისვენებენ საქართველოს სახელოვანი შვილები, მეფეები და კათალიკოს პატრიარქები.